მოგესალმებით. Თუკი შეიძლებოდა ზელენსკისა და მისი გარემოცვისთვის ყველაზე უარესი ღამის კოშმარის წარმოდგენა, ეს ღამის კოშმარი უკვე დადგა. უпростоრად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეალობა უკვე დგება. ამ კოშმარში საუბარი არ გვაქვს არც ომის შედეგებზე, არც ტერიტორიების დაკარგვაზე, არც ადამიანურ მსხვერპლსა და თქვენ წარმოიდგინეთ, არც დიდ კორუფციულ სკანდალზე, რომელიც ცოტა ხნის წინ გასკდა უკრაინაში. ეს ყველაფერი ვადაგასული პრეზიდენტ ზელენსკისა და მისი გარემოცვისთვის არაფერს ნიშნავს. ღამის კოშმარი სწორედ ის ინფორმაციაა, რომელიც შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს გულისხმობს. ამ მოლაპარაკებებს, როგორც ჩანს, შედეგი უკვე მოაქვს და დღეს მედიაში უკვე აქტიურად განიხილება ის 28 პუნქტი, რომელიც როგორც წყაროებზე დაყრდნობით ამბობენ, შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეიმუშავა და უკრაინას წარუდგინა. უკრაინაში მიმდინარე ომი იდეალური საშუალებაა Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობისთვის საიმისოდ, რომ პირველ რიგში ევროკავშირი დაასუსტოს როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. მილიარდობით ევრო ირიცხებოდა და ირიცხება უკრაინაში და რეალურად არავინ იცის თუ სად და როგორ იხარჯებოდა ეს ფული. 100 მილიონ დოლარიანი კორუფციული სკანდალი მხოლოდ აისბერგის წვერია და ესეც ყველასთვის ნათელია. Deep State-ის, ანუ არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მიერ დასუსტებული ევროკავშირის მდგომარეობა კარგად ჩანს უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე. მას შემდეგ, რაც შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ევროკავშირი საერთოდ გაქრა დიდი პოლიტიკის რადარიდან და მეორეხარისხოვანი როლიც კი აღარ დარჩა. მისი ერთადერთი ფუნქცია გახდა კომენტარების კეთება იმ საკითხებზე, რასაც შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გადაწყვეტენ. საუდის არაბეთში რიადში გამართულმა მოლაპარაკებებმა ძალიან მკაფიო დაჩვენა, რომ ამერიკული მხარე კატეგორიულად არ აპირებდა უკრაინის საკითხებში ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, კირ სტარმერის, ემანუელ მაკრონისა და მისი ომის მსურველების კოალიციის ჩართვას. და როგორც ჩანს, ყველაფერი ლოგიკურ შედეგამდეც მიდის. მედიაში გამოქვეყნებული 28 პუნქტიდან შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის მიერ გაკეთებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, ეს 28 პუნქტი არსებულ რეალობასა და ფარული მოლაპარაკებების შედეგებს ასახავს. მოლაპარაკებები წესით ისედაც ფარული უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ იმას ვგულისხმობთ, რომ ეს მოლაპარაკებები ევროკავშირისა და უკრაინის გარეშე წარიმართა. მაგალითად, შტატები დე-ფაქტო რუსეთის ტერიტორიად აღიარებს ყირიმს, დონეცკსა და ლუგანსკს. ხოლო ზაპაროჟიე და ხერსონი იმ მოცემულობით იქნება რუსეთის შემადგენლობაში, სადაც ახლა გამყოფი ხაზი, ანუ ფრონტის ხაზი გადის. უკრაინა არ გაწევრიანდება ნატოში და ამას კონსტიტუციაში ჩაწერს. ნაცისტური ორგანიზაციები და ნაცისტური იდეოლოგია აიკრძალება. ასევე აღარ შეიზღუდება უმცირესობების ენები და რელიგია უკრაინაში. აქ რომ რუსული ენის შეზღუდვასა და უკრაინის კანონიკური ეკლესიის დევნაზე არის საუბარი, ისედაც გასაგებია. დანარჩენ პუნქტებზე დეტალურად იქნება საუბარი ჩვენ სიუჟეტში, მაგრამ ორი სიტყვით უნდა შევეხოთ 2022 წლის რეალობასა და იმ ვითარებას, რის გამოც მაშინ ომი დაიწყო. 2022 წელს რუსულმა მხარემ ოფიციალურად მოითხოვა შტატებისგან მოლაპარაკებები უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით და წერილიც გაგზავნა სახელმწიფო დეპარტამენტში. წერილში იმაზე ბევრად უფრო რბილი პირობები იყო დაყენებული, ვიდრე ახლა გამოქვეყნებულ 28 პუნქტიან შეთანხმების პროექტში. მაგალითად, მოთხოვნილი იყო უკრაინის მხრიდან ნატოზე უარი, ასევე რუსული ენისა და ეკლესიის შევიწროების დასრულება უკრაინაში. მაშინ პრეზიდენტი ბაიდენი იყო, სახელმწიფო მდივანი კი ენტონი ბლინკენი და ამ მოთხოვნებს ყურიც არავინ ათხოვა. პირიქით, საომარი რიტორიკა, იარაღის მიწოდებაზე დაპირებები, უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე პირობები და რაც მთავარია, უკრაინის მხარდაჭერის მარათონი იყო გამოცხადებული. კარგად გვახსოვს დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი, რომელიც ამ პერიოდისთვის ალბათ უკრაინაზე უფრო ბევრს ლაპარაკობდა, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე. სხვა ლიდერების გვახსოვს, ვინც უკრაინას დაუსრულებელ მხარდაჭერას პირდებოდნენ. დღეს ვითარება შეიცვალა, ეს ლიდერები ახლა ყოფილი ლიდერები არიან, მათ პასუხსაც არავინ სთხოვს. სამწუხაროდ ამ ყველაფრის ფასი უკრაინამ და უკრაინელმა ხალხმა გადაიხადა. შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ჯერ მთელი უკრაინის მოსახლეობა მოატყუა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის დამთავრება და მშვიდობის პოლიტიკის გატარება სურდა. შემდეგ მინსკის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე თქვა უარი. 2022 წლის თებერვალში ჩატარებულ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ატომური სახელმწიფოს ამბიცია გააჟღერა. პოლიტიკურ კომპრომისზე უარი თქვა და საკუთარი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელი ომი ვერ აირიდა თავიდან.
ეს ვლადიმერ ზელენსკია. უკრაინულ ტრაგედიაზე ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი პირი. ის თავის მოქმედებებში დამოუკიდებელი არ იყო. რა თქმა უნდა, ის გლობალური deep state-ის მარიონეტია, მაგრამ ისტორია და უკრაინელი ხალხი პირველ რიგში მას მოთხოვს პასუხს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა მთელ მსოფლიოს ყალბი ილუზიებით და იმედებით კვებავდა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. ნამდვილი სიმართლე ისაა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა ამ ომს იგებს. უკრაინა იმარჯვებს. უკრაინის გამარჯვება გარდაუვალია. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი შვილებისთვის და ამიტომ ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ თუ რა გააკეთეს ჩვენმა წინაპრებმა მეორე მსოფლიო ომში, სადაც 8 მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ყოველი მეხუთე უკრაინელი სახლში არ დაბრუნებულა. ძალიან მალე უკრაინაში ორი გამარჯვების დღე იქნება და ვიღაცას საერთოდ არ ექნება გამარჯვების დღე. ჩვენ მოვიგეთ, ახლაც გავიმარჯვებთ და ხრეშატიკის ქუჩაზე უკრაინის გამარჯვების აღლუმი გაიმართება. ომის დაწყებიდან მეოთხე წელს, მას შემდეგ რაც დონალდ ტრამპმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, შეცვლუნებულმა და დაღონებულმა ზელენსკიმ უკრაინელი ხალხისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც დამწუხრებული საუბრობს, რომ უკრაინა ღირსების ან მთავარი პარტნიორის დაკარგვის საფრთხის წინაშე იმყოფება. ახლა ჩვენს ისტორიაში ერთ-ერთი ურთულესი მომენტია. ახლა უკრაინა დიდი წნეხის ქვეშ იმყოფება. უკრაინა შეიძლება ძალიან რთული არჩევანის წინაშე დადგეს. ღირსება დაკარგოს ან საკვანძო პარტნიორი, რთული 28 პუნქტი ან ძალიან მძიმე ზამთარი, რასაც ურთულესი რისკები მოყვება, თავისუფლების, ღირსების და სამართლიანობის გარეშე ცხოვრება. 4 წელი, 100,000-ობით დაღუპული უკრაინელი, 20%-ზე მეტი დაკარგული ტერიტორიები, მილიონობით ლტოლვილი და კიდევ უამრავი უბედურება და ტრაგედია დაჭირდა უბრალოდ იმ ფაქტის კონსტატაციას, რომ უკრაინის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. არადა ქრონოლოგიას რომ გადავხედოთ ზელენსკის რეჟიმს მინსკის ხელშეკრულების პირობები რომ შეესრულებინა, არც დონეცკის რეგიონს არ დაკარგავდა და არც ლუგანსკის ოლქს. მათ მხოლოდ ავტონომიურ სტატუსს მიანიჭებდა. Deep State-მა კონფრონტაციის გზა აირჩია. ზელენსკის კიდევ ჰქონდა მეორე შანსი სტამბოლის მოლაპარაკებების დროს. ომი რამდენიმე თვეში დაესრულებინა, ბევრად უფრო ნაკლები დანაკარგით და ზარალით და ბევრად მეტი ტერიტორია შეენარჩუნებინა. მაგრამ მაშინ არაფორმალურმა ოლიგარქიულმა მმართველობამ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის მეშვეობით ომის გაგრძელება არჩია. ზელენსკი სახიფათო ავანტიურას დათანხმდა და ფაქტიურად საკუთარი ხალხი გაწირა. გასულ კვირას კი შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გუნდმა ახალი 28 პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარმოადგინა, რაც რამდენიმე თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია. გავაანალიზოთ ეს 28 პუნქტიანი გეგმა და მარტივ კითხვას გავცეთ პასუხი. რას წარმოადგენს ეს სამშვიდობო გეგმა? უკრაინის კაპიტულაციას თუ უკრაინის გადარჩენის ერთადერთ ვარიანტს? თუ ორივეს ერთად? ძირითადი მომენტებით დავიწყოთ. გეგმის თანახმად ყირიმი, დონეცკის და ლუგანსკის რეგიონები დე-ფაქტო რუსეთის ტერიტორიად იქნება აღიარებული, მათ შორის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ დონეცკის რეგიონის 10%-ზე მეტი, რასაც ჯერჯერობით უკრაინა აკონტროლებს, ასევე რუსეთს უნდა გადაეცეს. ამისთვის კი უკრაინელებმა იქედან ჯარები უნდა გაიყვანონ. კიდევ ორ დარჩენილ რეგიონში, ხერსონში და ზაპოროჟიაში კონფლიქტი არსებული მდგომარეობით უნდა გაიყინოს. ანუ ფრონტზე შეხების წერტილი, სადაცაა იმით უნდა დაკმაყოფილდნენ მხარეები. ხერსონსა და ზაპოროჟიაში რუსეთის ტერიტორიის 75%-მდე აქვს დაკავებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა 600,000 ჯარისკაცამდე უნდა შემცირდეს. ერთ-ერთი პუნქტი უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას ეხება. არადა ეს იყო ამ კონფლიქტის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი და სიმბოლურია, რომ ამხელა მსხვერპლ შეწირვის და ქვეყნის განადგურების შემდეგ უკრაინის მომავალი ნატოში სამუდამოდ გადაიხაზება. უკრაინას ავალდებულებენ კონსტიტუციაში ჩანაწერი გააკეთოს, რომ ის ნატოს აღარ შეუერთდება. ასევე ტრამპის გუნდს სურს, რომ მსგავსი ვალდებულება ნატომაც აიღოს, რომ არასდროს არ მიიღებს უკრაინას საკუთარ რიგებში. ის რომ უკრაინამ შეიძლება დაივიწყოს ნატოს შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიმდინარე წელს უკვე რამდენიმეჯერ გაიმეორა, მაგრამ ეს ოფიციალურადაც უნდა გაფორმდეს. შეგიძლიათ დაივიწყოთ ნატოს შესახებ. ჩემი აზრით, სავარაუდოდ ამ მიზეზით დაიწყო ეს ყველაფერი. უკრაინას ასევე ავალდებულებენ დაიცვას ეთნიკური უმცირესობების უფლებები და მათ მიმართ ტოლერანტობა გამოავლინოს, მათ შორის რუსული ენის მიმართ. უკრაინას ასევე ავალდებულებენ აკრძალოს ნაცისტური იდეოლოგია და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მოღვაწეობაც კანონგარეშე გამოაცხადოს. კიევში უკრაინის მმართველი პოლიტიკური კლასი ამ გეგმის შინაარსს იმედგაცრუებული შეხვდა, რადგანაც ყველა კარგად ათვისნობიერებს, რომ ეს უკრაინის დამარცხების გაფორმებას წააგავს. არ ვიცი თუ ეს სიმართლეა.
ამაში სრულიად დარწმუნებული არ ვარ. ეს არ იმუშავებს. არსებობს ისეთი რამ, რაც მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. თუ წარმოვიდგენთ, რომ ზელენსკი დაეთანხმება ისეთ რამეს, რაც უკრაინელებისთვის მიუღებელია, ეს არსად მიგვიყვანს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ტრამპი რისკავს მიიღოს საკუთარი ავღანეთი. სრული კოლაფსი იქნება და ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისგან კითხვები გაჩნდება. სად დავხარჯეთ ჩვენი ფული? მილიარდობით დოლარი. როდესაც მხარს უჭერდით უკრაინას და საბოლოოდ უბრალოდ მივატოვეთ. ამ ბავშვური, ნაიური რიტორიკით უკრაინელი პოლიტიკოსები საკუთარი პასუხისმგებლობის სხვებზე გადატანას ცდილობენ. ეს ომი, რომ თავიდანვე პროქსი ომი იყო დასავლეთსა და რუსეთს შორის, ყველასთვის ნათელია და თითქმის ყველამ აღიარა. უკრაინას ამ გლობალურ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე მხოლოდ პაიკის ფუნქცია ჰქონდა. ეს ზელენსკიმაც კარგად იცოდა. დასავლეთში არიან ისეთებიც, ვისაც ხანგრძლივი ომი არ აწუხებს, რადგან ეს რუსეთის გამოფიტვას ნიშნავს. მაშინაც კი თუ ეს უკრაინის დაშლას ნიშნავს და უკრაინელების სიცოცხლის ფასად მოხდება. დასავლური ფულის და იარაღის კვალდაკვალ უკრაინამ მისთვის ყველაზე ძვირფასი საკუთარი გენოფონდი გაწირა კოლექტიური დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირებაში. სენატორმა ლინდსი გრემმა დიდი ხნის წინ გასცა პასუხი ალექსეი გონჩარენკოს კითხვას, თუ რა იყო გლობალური ომის პარტიის მიზანი. ეს საუკეთესოდ დახარჯული ფულია, რაც კი ჩვენ ოდესმე დაგვიხარჯავს. ხალხი მეკითხება, ღირს თუ არა ეს? აი რა მივიღეთ ჩვენი ინვესტიციით. არც ერთი ჯარისკაცი არ დაგვიკარგავს. რუსული არმიის საბრძოლო ძალა 50%-ით შევამცირეთ. ამ საქმეში არც ერთი ჩვენგანი არ დაღუპულა. ეს ამერიკისთვის დიდი გარიგებაა. ის რაც უკრაინისთვის ტრაგედია და ისტორიის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი ომი აღმოჩნდა, Deep State-ისთვის უბრალო გარიგებაა. მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა დააბრალოს ეს ყველაფერი. ზელენსკი შეეძლო ამ ომის თავიდან აცილება. ამას დონალდ ტრამპიც აღნიშნავს, რომ ეს ომი არასდროს არ უნდა მომხდარიყო. ახლა კი ზელენსკის რეჟიმს ან ტრამპის მიერ შემუშავებულ გეგმაზე დათანხმება მოუწევს, ან გაჯიუტება Deep State-ის მიერ მართული ევროკრატიის დირექტივების მიღება და ომის მაქსიმალური გახანგრძლივება, რაც უკრაინისთვის ახალი ტერიტორიების დაკარგვით გაგრძელდება. რამდენიმე თვის შემდეგ კი დიდი ალბათობით მაგიდაზე ბევრად უფრო მძიმე პირობები გაჩნდება. ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ზელენსკის დათანხმება მოუწევს. ის რაღაცას უნდა დათანხმდეს. თქვენ გახსოვთ, არც თუ ისე დიდი ხნის წინ ოვალურ ოფისში მე მას ვუთხარი, რომ არ აქვს კარტი. არ დაგავიწყდეთ, რომ მე ეს ომი მემკვიდრეობით მერგო. ეს ომი არასდროს არ მოხდებოდა. მე მგონია, რომ გარიგება 1 წლის წინ უნდა დაედო, ან 2 წლის წინ. ეს მინიშნება იყო ზელენსკისთვის, რომ თუ ის სამშვიდობო გარიგებას არ დათანხმდება, მოვლენები მისთვის არასახარბიელოდ შეიძლება განვითარდეს. ბოლო პერიოდში განცდილ სამხედრო წარუმატებლობას უკრაინელი მაღალჩინოსნების კორუფციული სკანდალები ემატება. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მასალების თანახმად, უკრაინის ენერგეტიკულ სფეროში დიდი კორუფციული სქემა გამოაშკარავდა. ზელენსკის უახლოესი მეგობრები და კოლეგები მძიმე დანაშაულში აღმოჩნდნენ ჩართულები. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ დიდი ალბათობით თვითონ უკრაინის პრეზიდენტზეც უკვე ბევრი კომპრომატი არსებობს და ჭირვეულობის შემთხვევაში შეიძლება ზელენსკისაც მიადგნენ და მაშინ უკვე ძალიან გვიან იქნება. ამიტომაც ჯერჯერობით ზელენსკის დედლაინი დაუწესეს და 28 ნოემბრამდე მისცეს დრო მოსაფიქრებლად. ჩვენ ბევრი დედლაინი გვაქვს. თუ ყველაფერი რიგზია, დედლაინი უნდა დააკმაყოფილოთ. ვფიქრობთ ხუთშაბათი 27 ნოემბერი შესაფერისი დროა. ტრამპის სამშვიდობო გეგმა ბევრისთვის მოულოდნელად არამხოლოდ ომის დასრულებას და უკრაინის ვალდებულებებს ეხება, არამედ რუსეთთან აქტიურ ეკონომიკურ თანამშრომლობასაც მოიცავს. ტრამპს სურს, რომ რუსეთი ჯირვაში დააბრუნონ და ომის დამთავრების შემდეგ რუსეთისთვის სანქციების მოხსნა დაიწყონ. მოკლედ, ამერიკულ მხარეს რუსეთის რეინტეგრაცია სურს გლობალურ ეკონომიკაში. ევროპაში გაყინული რუსული აქტივების დიდი ნაწილი 200 მილიარდ დოლარამდე ამერიკულ-რუსულ საინვესტიციო პროექტს მოხმარდება. სხვადასხვა სფეროებში ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ომი ომად, მაგრამ კიდევ ერთხელ რწმუნდებით, რომ გლობალურ პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები. მუდმივია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესები. ეს მარტივი პოლიტიკური აქსიომა არაფრის დიდებით არ ესმით ევროკავშირში. რა თქმა უნდა, სამშვიდობო გეგმის გაცხადების შემდეგ Deep State-ის დაქვემდებარებაში მყოფმა ევრომარიონეტებმა თავისი უკმაყოფილება არ დამალეს. ყველაზე პირდაპირი ევროპული დიპლომატიის კრახი კაია კალასი იყო. რუსეთს არ აქვს კანონიერი უფლება მოითხოვოს რაიმე დათმობა იმ ქვეყნისგან, რომელშიც ის შეიჭრა. საბოლოო ჯამში ნებისმიერი შეთანხმების პირობები უკრაინის გადასაწყვეტია. ტრამპის ადმინისტრაცია არც კაია კალას, არც ურსულა ფონ დერ ლაიენს დიდად არაფერს არ ეკითხება. ევროკავშირი ისევ დამცირებულია თამაშგარე მდგომარეობაში. ევროკრატიამ უკრაინის საკითხზე ჟენევაში კონსულტაციები დაიწყო, სადაც ზელენსკის რეჟიმის წარმომადგენლებიც ჩავიდნენ. დიდი ანალიზი და შორსჭრეტელობა არ ჭირდება იმის მიხედვას, თუ რას განაცხადებენ შვეიცარიაში. უკრაინის ომის გაგრძელების გაუთავებელი მხარდაჭერა და ბოლო უკრაინელამდე ბრძოლა. ალბათ ეს იქნება ევროკავშირის გზავნილი. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის გამოეხმაურა სამშვიდობო გეგმას. У нас этот текст есть. ჩვენ გვაქვს ეს ტექსტი.
ჩვენის ამერიკელებთან ურთიერთობის არსებული არხებით მივიღეთ. ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ამ გეგმით კონფლიქტის საბოლოო სამშვიდობო დარეგულირება, მაგრამ საგნობრივად ეს ტექსტი ჩვენთან განხილული არ ყოფილა. ვარაუდობ, რომ ამის მიზეზი იმაშია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას არ გამოსდის უკრაინული მხარისგან თანხმობის მიღება. Deep State-ის მიერ კონტროლირებადი დასავლური პრესა დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას. Bloomberg-ი წერს, რომ ევროპა კუთხეშია მიწვდეული. New York Times-ი აღნიშნავს, რომ ბევრ უკრაინელს შეერთებული შტატების გეგმა კაპიტულაცია ჰქონია. იმის მიუხედავად, რომ პირობები ბოლომდე არაა განსაზღვრული, მისი კონტურებიდან მაქსიმალისტურ მოთხოვნებს შეიცავს, რასაც რუსეთი ომის მიმდინარეობის განმავლობაში აყენებდა. უკრაინა კი უარყოფდა. დამწუხრებული CNN-ი იუწყება, რომ ტრამპმა ზელენსკის და ევროპას სიგნალი გაუგზავნა. მიიღეთ ეს გეგმა ან მარტო დარჩებით. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინელ ლიდერს ამერიკის მიერ შემუშავებული გეგმის მიღება მოუწევს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის განწყობილი მოლაპარაკებებისთვის. ფრანგული Le Monde წერს, რომ უკრაინა შეერთებული შტატების მხრიდან ultimatum-ს წააწყდა, რაც სამმხრივი სამშვიდობო გეგმის მიღებას გულისხმობს. მოკლედ, დასავლურ მეინსტრიმულ მედიაში ბევრი კრიტიკული პასაჟი ვიხილეთ, რომ აღნიშნული სამშვიდობო გეგმა უფრო რუსეთის მოთხოვნებს ითვალისწინებს, ვიდრე უკრაინის ინტერესებს. თეთრი სახლის პრესპიკერმა მალევე გასცა ამას პასუხი. Both Russia and Ukraine. ეს კარგი გეგმაა ორივე მხარისთვის, რუსეთისთვის და უკრაინისთვის და ჩვენ გონია, რომ ორივე მხარისთვის უნდა იყოს მისაღები. აბა თუ გამოიცნობთ უკრაინულმა მხარემ პირველ რიგში რომელი პუნქტის ამოღება მოისურვა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით უკრაინის ხელისუფლებამ სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტის შეცვლა მოითხოვა. იგულისხმება ის პუნქტი, რომელიც უკრაინისთვის გამოყოფილი საერთაშორისო დახმარების აუდიტს ითვალისწინებს, რათა კორუფციის ყველა შემთხვევა გამოაშკარავდეს. ზელენსკის რეჟიმი სრულ ამნისტიას ითხოვს კორუფციაზე, რაც ომის განმავლობაში დაფიქსირდა. ეტყობა ძალიან დიდი რაოდენობის ფულია მოპარული. წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთი დაჟინებით არ მოითხოვდნენ ამ პუნქტის ამოღებას. აქაც კარგად ჩანს, რა უფრო აღელვებს უკრაინის ხელისუფლებას, მოპარული ფულის შენარჩუნება თუ საკუთარი ქვეყნის მომავალი. ტრამპის სამშვიდობო გეგმა შეიძლება ბევრი სხვადასხვა ინტერპრეტაცია მიეცეს და ყველა მათგანს ექნება არსებობის უფლება. მაგრამ საქმე აქ სხვა რაღაცაშია. უკრაინა მარცხდება. ზელენსკის ხელისუფლება კორუფციაშია ჩაძირული. შეერთებული შტატები კი უკრაინის დახმარებას აღარ აპირებს. დამარცხებულები კი თავის პირობებს ვეღარ აყენებენ. არც ზელენსკი არაა იმ მდგომარეობაში, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს თავისი მოთხოვნები წაუყენოს. უკრაინა თუ ახლა ამ პირობებს არ დათანხმდება, შეიძლება მომავალში უფრო მეტის დათმობა მოუწიოს და დღევანდელი მოთხოვნები სანატრელი გაუხდეს. როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან ჯერ მინსკის ხელშეკრულება და შემდეგ უკვე სტამბოლის მოლაპარაკება ჩანს, როგორც უკრაინის გაშვებული შესაძლებლობა და ქვეყნის გადარჩენის გაფლანგული შანსი. ამ 28 პუნქტიდან შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, შეიძლება რაღაცები დაემატოს ან მოაკლდეს. მაგრამ ერთი რამ ნათელია, უკრაინის ომის საკითხი ნელ-ნელა ბოლოსკენ მიდის. ის ფაქტი, რომ კიტკელოგი უკრაინის საკითხებში განსაკუთრებული წარმომადგენელი აღარ იქნება და მის ადგილს დენ დრისკოლი დაიკავებს, ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ შტატების დამოკიდებულება იცვლება უკრაინის მიმართ. დრისკოლი სწორედ ის პიროვნებაა, ვინც შტატების დელეგაციას უხელმძღვანელა უკრაინაში და ევროპულ და უკრაინულ მხარეებთან შეხვედრისას, როგორც ამბობენ, ხისტი პოზიციებით გამოირჩეოდა. კორუფციული სკანდალის ფონზე ვადაგასული პრეზიდენტ ზელენსკისთვის ასეთი ვითარება პოლიტიკური დასასრულის ტოლფასია. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.